მოსკოვში დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნას ქართული ოპოზიციის ორი ლიდერი დაესწრება ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოსკოვში უკვე გაემგზავრა, მას წუხელ აეროპორტში ვაისროს გადამღები ჯგუფი შეხვდა. საუბრის თემა პრესაში დაბეჭდილი სკანდალური სტატია, რომელიც ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს ეხება. ბურჯანაძის თქმით, ქართულმა პარტიამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ მისი სახელი უსამართლოდ ახსენა და ის მზად არის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დაჯდეს დებატებში. ნინო ბურჯანაძის თქმით, რადგან უნდათ ეს დებატები იქნება თუ კი მინიმუმ ამ შეხვედრის 3 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. მე რამდენიმე დღის განმავლობაში თავს ვიკავებდი, რომ არ მეპასუხა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიყავი განწყობილი, რომ ამ ტიპის საკითხებზე მესაუბრა, მაგრამ მე დასამალი არაფერი არ მაქვს, მე არაფერი არ მაქვს ისეთი რისი თქმაც არ შემიძლია ძალიან ხმამაღლა. წუხარ რომ ასეთი დიდი და სერიოზული შეცდომა დაუშვა ქართულმა პარტიამ ჩემსკენ უსამართლოდ თითის გამოშვერით. რა კი გაუნდათ დებატები, ეს დებატები იქნება, ოღონდ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ როგორც მინიმუმ 3 მონაწილე იმ შეხვედრისა მიიღებს ამ დებატებში მონაწილეობას. მე საერთოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მზადა ვარ სასაუბროთ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვარ ძალიან სერიოზული იარაღით შეიარაღებული, ეს იარაღი არის სიმართლე. მე არასოდეს არ მომიტყუებია ჩემი ხალხი, მე არასოდეს არ მიღალატია ჩემი ხალხისათვის, ამიტომ მე არასოდეს არ მეშინია არანაირი ტიპის დებატებში ჩართვის და ის თუ მე თავს ვარიდებ დებატებში ჩართვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ან სათქმელი არ მაქვს, ან რაიმეს მეშინია. ინფორმაციას არ უჩივი ნამდვილად ინფორმაციის ნაკლებობას, მაგრამ ჩამოვალ აუცილებლად და დეტალურად მოგიყვებით, რაც ვიცი. ნამდვილად.